ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ სუსის უფროსად დაემტკიცებინა პარლამენტად წოდებულ თავმჯდომარეს გულისხმობ, დაემტკიცებინა მათივე ყოფილი წევრი, მათივე ლიდერი, რუსეთის ერთ-ერთი პაგონებიანი აგენტი, მამუკა მდინარაძე, სუსის უფროსად დაემტკიცებინა და ამტკიცეს კიდეც. 85 იყო მომხრე, და აბა წინააღმდეგი ვინ იქნებოდა, მაგრამ აი საინტერესოა სად არის ის 4 დეპუტატი, რომლებიც ირიცხებიან ქართულ-რუსულ ოცნებაში, როგორც ჩანს, არა ავადმყოფობის გამო და მით უფრო არა იმის გამო, რომ ისინი წინააღმდეგნი იყვნენ მამუკა მდინარაძის დამტკიცების, არამედ იმიტომ, რომ ივლისსა თუ აგვისტოში ისინი გავიდნენ შვებულებაში და ახლა რომელიმე არაევროპულ სახელმწიფოში ბრძანდებიან, იმყოფებიან, ვერ მოახერხეს, ვერ მოასწრეს ჩამოსვლა, ისედაც ყოფნიდათ ხმები და შესაბამისად ისინი არც ჩამოვიდნენ და გადაუგრძელდათ ეს შვებულება და სვენება საკუთარ დილი ხორზე ყოფნა და 85 დეპუტატად წოდებულმა ბანდიტმა კი დაამტკიცა მამუკა მდინარაძე, რითი იქნება უკეთესი მამუკა მდინარაძე ან რიო ხანაშვილზე, ერთიც რუსია და მეორეც რუსია და მამუკა მდინარაძის პირობებში უბრალოდ ჩემი მოსაზრებით კიდევ უფრო მეტად იქნება რუსული ჩვენი სახელმწიფოს, სუსი სახელმწიფოს მეთქი ვამბობ, მაგრამ სახელმწიფოს ნიშან სვეტიც, ნიშან წყალიც კი არ ნაკლებად ეტყობა საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს რესპუბლიკას, იმდენად რამდენადაც იცით თქვენ, რომ მას მართავს, რეალურად მართავს რუსული ძალა. რუსული ძალა რომ მართავს ჩვენს ქვეყანას, ამის ნათელი დასტურია პრაქტიკულად ყველა განცხადება, რომელსაც ეს ბანდიტები აკეთებენ და ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ეს ბანდიტები იღებენ. დღესაც ამ ბანდის სასამართლო წანაზარდის ერთმა მოსამართლემ ვინმე გალუსტაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ 2 წლით საპატიმროში გაუშვა 11 პირი, გუშინაც იყო მსგავსი ამბავი, დღეს სხვებს გამოუტანეს განაჩენი მურუსიზის კლანის ბიძინა ივანიშვილის ბანდის წარმომადგენლება. ეს 11 პირია: ანდრო ჭიჭინაძე, ოლისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირწყულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი ყუხარჩუკი. აი ამ 11 პირს 2 წლით გამოუტანა მსჯავრი ვინმე გალუსტაშვილმა, წანაზარდმა მურუსიზისა, თავად მურუსიზე იცით თქვენ, რომ მოდი ასე ვიტყვი, წანაზარდიო, ორი ვიდეობლოგია, ვიმეორებ ამას, არა, მეჭეჭმა, ასე უნდა ვთქვა, დიახ, მე არ ვერიდები ამგვარ სიტყვებს, ამგვარ კვეთს შეფასებებს, მეჭეჭმა ბიძინა ივანიშვილისა, მურუსიძემ დაავალა მეჭეჭს, საკუთარივე მეჭეჭს ვინმე, აგვარია, ნინო გალუსტაშვილს და ნინო გალუსტაშვილმაც ეს მკვეთრი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო. მაგრამ ამბავი ის არის, ჩემო ძვირფასო მაყურებელო, რომ რაც არ უნდა დააპატიმროს კი არა, გამოკეტოს ციხეში და ეს 11-ეული, სხვა 10-ეული, კიდევ 12-ეული, 7-ეული, ავიცით, 15-ეული თუ ასე შემდეგ, ხო მოკლედ ის სინდის ცისპატიმრები, რომლებიც ახლა ბიძინა ივანიშვილს გამოკეტილი ხავს და რეალურად ბიძინა ივანიშვილს ხავს გამოკეტილი, რაც არ უნდა გამოკეტოს ისინი ციხეში, ესენი მაინც მეტად თავისუფლები არიან, ეს იცით პრინციპში თქვენ, თუ ვინმე ქართული ოცნების მომხრე შემოიჭყიტავს ამ ჩემ ვიდეო ბლოგში, გაბრაზდება, რასაკვირველია, გაჯავრდება, მაგრამ იქნება და მანაც გაიგოს, რომ ნებისმიერი მათგანი ეს რენდამ რო ავიღო, ლუკა ჯაბუა მაგალითად, ან რევაზ კიკნაძე, ან გიორგი ტერიშვილი არის გაცილებით თავისუფალი, ვიდრე შეზღუდული ყველა თვალსაზრისით, გამოკეტილი 4 კედელში, ან შეიძლება სივრცეში მავალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს თავადაც ვერ იღებს, არა მხოლოდ გალუსტაშვილი ვერ იღებს, არამედ ბიძინა ივანიშვილიც ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და მე არ ვფიქრობ, გულახდილად გეტყვით, რომ ასე გვარ სახელ ისიან FSB-ში დღეს დაპატიმრებული, დღეს ბრალდადებული პირების თაობაზე, FSB-ს რომელიმე ივანოვმა, პეტროვმა თუ სიდოროვმა ისის, რომ აი მაგალითად ქერაშვილი, ან კიკნაძე, ან არჩაია უნდა იყოს დაპატიმრებული, ასე გვარებით არ ეცოდინებათ FSB-ში, მაგრამ ის კი ეცოდინებათ FSB-ში რა ინსტრუქცია უნდა მისცენ ბიძინა ივანიშვილს, თავად ჩაკეტილს
და გამოკეტილს რუსეთის მარწუხებში მოქცეულს და რუსეთის მარწუხებში მოქცეულს სხვა გამოსავალი არც აქვს, მან უნდა უთხრას მურუსიძეს არა, ალბათ უფრო კობახიძემ მურუსიძემ ამ რაგვარიც არის გალუსტაშვილი, კიდევ ერთხელ გავიბეროთ ამ სამარცხვინო მოსამართლის გვარი და მან კი უნდა მიიღოს რეალურად FSB შესაბამისად ბიზნეს, შესაბამისად კობახიძის და ასე შემდეგ გადაწყვეტილება. ეს ადამიანები თავისუფალნი რო არიან, გაცილებით თავისუფალნი რო არიან, ამას ადასტურებს ბევრი მათგანის წარმოთქმული სიტყვები, ასევე მათი ოჯახის წევრების, მათი ახლობლების, მაგალითად თორნიკე სხვითარიძე, რომელიც არის საბა სხვითარიძის, აი ბრალდადებული საბა სხვითარიძის ძმა, ამბობს ამგვარ რამეს, ძლიერად არიან, ბოლომდე არიან და აქედან გვაძლევენ მუხტს. საოცარი ამბავია, მართლაც ბევრი ჩვენგანი მოტყდა, მოდი ვიყოთ გულახდილნი, ბევრი ჩვენგანი ცოტა ნირწახდენილია, ბევრი ჩვენგანს გონია უკვე, მაინც და მაინც არა თქვენ, არა მაინც და მაინც მე, მაგრამ ბევრ ჩვენგანს ჩვენ საზოგადოებაში, ჩვენ სივრცეში, ხო, რომ არაფერი გამოვა, აი, ადასტურებს საბა სხვითარიძის ძმა, თორნიკე სხვითარიძე, რომ ისინიო, ყველანიო, ძლიერად არიანო, ბოლომდე არიანო, რა თქმევინებს ამ ახალგაზრდა კაცს თორნიკეს ამ სიტყვებს რა წარმოათქმევინებს, იმიტომ რომ მან იცის ამის თაობაზე და აქედან, ანუ საპატიმროდან გვაძლევენ მუხტსო, მაგრამ ეს ამ ახალგაზრდა კაცის ეს სიტყვა არ არის ერთადერთი და გამორჩეული, მე აი ამ სკროლვაში შემიძლია გითხრათ, რომ აი მაგალითად ჯანვარჩაიამ თქვა არაჩვეულებრივი სიტყვა, არ ვაპირებდი დღეს მოსვლას, უაზროდ მიმაჩნია ყოფნა ცირკია და ეს ცირკია დადგმული, ეს სპექტაკლია დადგმული ბიზინა ივანიშვილის მიერ, სწორედაც რომ ბავშვური ვითომ ამტკიცებს პროკურატურა რაღაცას ჩმახავს, თან ვერ ჩმახავს, ხავს ეჭიდებიან, აქ დავდივარ იმიტომ რომ ერთმანეთს ვამხნევებთ, ოჯახის წევრებს ვნახულობთ, ოხ რა მნიშვნელოვანია მართლაც ოჯახის წევრებისაკენ მზერის მიპყრობა და თქმა, აი ესე მზერით თქმა თუ კარგად ვაყალიბებ, რომ ჩვენ აქ ვართ და ჩვენ შეგნებულად ვიდექით დემონსტრაციებზე, ჩვენ შეგნებულად ვიცავდით თავისუფლებას, ჩვენ აქ ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიცო, ასე რომ ამბობდნენ და ახლაც შეგვიძლია ეს სიტყვები გავიმეოროთ, მათ სხვაგვარად არ შეეძლოთ, მით უფრო არ შეეძლოთ იმ პირობებში და ერთ-ერთი რომ მივაგენი ერთ-ერთი დაპატიმრებული სიტყვასაც წაგიკითხავთ, სიტყვის ფრაგმენტსაც წაგიკითხავთ, არ შეეძლოთ მაშინ, როდესაც და აი ამ წინადადებას კი უკვე გავაგზობ, როცა ერთ-ერთი ბრალდადებულის დაპატიმრებულის ბიზინა ივანიშვილის პირადი ტყვე, ვინც არის ერთ-ერთი მათგანის სიტყვის ფრაგმენტს ნაწილს ჩაგიკითხავთ. ისევ ჯანვარჩაია, არაფრის თქმას არ ვაპირებდი დღეს, მაგრამ მინდა მადლობა გადაუხადო მეხუთე პრეზიდენტს. სალბე ზურაბიშვილი იგულისხმება, სანამ ეს მთავრობა იარსებებს და სანამ რამე არ შეიცვლება, თქვენ ჩემთვის იქნებით პრეზიდენტი, მადლობა დაფასებისთვის მინდა, მადლობა გადაუხადო ჩვენს გმირებს, ჩვენს ადვოკატებს, პერსონალურად ბატონ ომარს, გადაუხადო მადლობა, თქვენ გააშიშვლეთ სასამართლო, ბატონი ომარი, მე არ ვიცი, მაგრამ მაგალი ალბათობით ჩანს აქედან ყოველ შემთხვევაში, რომ არის ადვოკატი და მეც მადლობა უნდა შეუთვალო მას, იმიტომ რომ ბატონო ომარ, თუ ადვოკატია საუბარი და მაგალი ალბათობით, თქვენ ისიც რა არის, თქვენს აჩვენეთ, რომ ხართ გაუტეხელი ადამიანი და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს გილდიაში, თქვენს საზოგადოებაში ბოლომდე დგომა, ისევე როგორც ასე მაგალითად ჟურნალისტებში, ასე მაგალითად მსახიობებში, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებში, ნებისმიერ სფეროში გაუტეხლობა თუ გაუტეხლობა არის მნიშვნელოვანი დემონსტრირება იმისა, რომ ბოლომდე ვიდგებით ამ ქვეყნის სადარაჯოზე, თქვენ გააშიშვლეთ სასამართლო და პროკურატურა ამას ხედავს მთელი ქვეყანა. მე ვარ ჯანო არჩაია რევაზისძე, იმ რევაზის შვილი. ნახეთ, საინტერესო სიტყვებია, ცოტა ემოციის გარეშე, პატარა ემოციის გარეშე ამ სიტყვების ჩაკითხვა ძალიან ძნელია. ვარ 88-დან მოყოლებული ზვიადის და კოსტავას გვერდით იდგაო, ჩემი მამაო, 14 წლის ბავშვი ვიყავი 9 აპრილს. ზეიგ ჩემ ხელაა ზუსტად ბატონი ჯანო, ოდნავ უმცროსიც კი ალბათ 74-იანი, ხო, ასე იგი 99-ში მე ვიყავი 16, ჩემზე უმცროსი გამოდის. ჩემი ცხოვრება ჩემი ბავშვობიდან დაიწყო ბრძოლა 50 წლის კაცი ვარ, აგი ასახელებს საკუთარ ასაკს. გვიმ ხელს არაფერი გავმიტოვებია, ვიყავი აფხაზეთში. მე არ ვიბრძოდი ჩემი სიკეთისათვის, მე ვიცავ ჩემს შვილებს
და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ ბანდამ ვერ გაიგო რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. მამუკა მდინარაძე ამას ვერ გაიგებს, რას ვერ გაიგებს მამუკა მდინარაძე. მოდი ესეთი სათაური, ამგვარი სათაური მივცეთ ჩვენს დღევანდელ ვიდეო ბლოგს, რას ვერ გაიგებს ქართული ოცნება და რას ვერ გაიგებს ვერასოდეს, იმიტომ რომ შეზღუდულნი არიან. შეზღუდულნი არიან საკუთარ მოქმედებებშიც და გავედავ და ვიტყვი საკუთარ თვალსაწიერშიც და საკუთარ ხო რთული საქმეა ახლა ეს არ უნდა თქვა ადამიანზე, მაგრამ მაინც გონებრივი შესაძლებლობებიც კი მათ შეზღუდული აქვთ, არა ვინმეს კი არ ვაკნინებ, ვინმეს კი არ ვინმე შეურაცხყოფას კი არ ვაკნინებ, უბრალოდ ფაქტის კონსტატაციას ვახდენ, ჩემეულ აღქმას კი იმ ხელთ გულახდილად გეტყვით. საპატრიარქოს მინდა ორი სიტყვით ვუთხრა, მე მინდა იმ მამაოების მემართო, რომლებიც თავის სულიერ შვილებს ქუჩა დასდევენ, სახილძვლებს უნტრევენ, ცხოვრებას უსწრებენ, ციხეებში ყრიან. ეს არ არის პოლიტიკაში შესვლა, რომ ამბობენ არ შევდივართო მართლაც. სად არის საპატრიარქო? სად არის საპატრიარქო? მე ვკითხულობ და ამ შემთხვევაში ადრესატი არის მოსაყდრეშიო, იმიტომ რომ პატრიარქი ლია მეორეს ალბათ ვეღარ უნდა მიმართო, იმიტომ რომ ასაკში კაცია. სად არის საპატრიარქო, მე გეკითხებით. როგორ არ გამოვიდა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, როგორ არ გამოვიდა არც ერთი მღვდელმსახური და არ თქვა ჩვენ სიაში შეიყვანეთ და შევიწყალოთ. ან ჩვენ შევდივართ პატიმართან და შეგვაქვს ერთი ნაჭერი პური, შეგვაქვს წყალი, შეგვაქვს სანთელი. რატომ არ შეგაქვთ სანთელი თუნდაც პატიმრებისათვის და ესეთი პატიმარი არის 55 მინიმუმ და 65 კი რეალურად. კარგით, ვერ შეხვედით ზურა ჯაფარიძესთან, იმიტომ რომ ის არ რაღაც ამბობს, რომ აგნოსტიკოსი ვარ, რომ ამას ამბობს, სიმართლე გითხრა არც ვის, მოგით არ გოგონიათ რომ მორწმუნეა. არ შეხვედით ნიკა გვარამიასთან, იმიტომ რომ გეჯავრებათ ეს ნიკა გვარამია. როგორ არ შეხვედით ჯანო არჩაიასთან, როგორ არ შეხვედით ანდრო ჯეჭინაძესთან, მე მაქვს ეს კითხვა თქვენივე ინიციატივით, აი ფაჩუაშვილს მიმართავ, აი ფონას რომ უძახიან თუ უწოდებენ, ხო? როგორ აქ რომ რაღაცა ახმამაღლდებით ხოლმე და ქრისტეზე მელაპარაკებით, ქრისტეზე ლაპარაკი ამბიონებიდან ძველი აღქმის ცალკეული ეპიზოდების მოთხრობა კი არ არის ჩვენთვის, არამედ არის ყოველდღიურობა. სად ახარ? სად დაიკარგეთ? სად არის ქრისტე, რომელიც თქვენვე გააგდეთ, ასე უნდა თქვა. მე მინდა შემზუგდიდელებს მიმართო, მე დავიბადე და ვიზრდებოდი ზუგდიდში, ვრცელი წერილია და ბატონ ჯანოს მე მადლობა მინდა გადავუხადო, მაგრამ მარტო ბატონ ჯანოზეც ხომ არ ვილაპარაკებთ. ჩემი ამბავი გაბრილოვის ღამეს დაიწყო, მაგრამ თავარი არის ის არის, როდის გამიჩნდა პირველად პროტესტი 2012 წლის არჩევნებიან მოხდა ისე, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდულში აღმოჩნდი. ახალგაზრდულში ყოფილა 12 წელს. ამას ამბობს, მივალთ იქამდე ვინც ამბობს, მეც არ ვიცი, მეც პირველად ვკითხულობ თქვენთან დასწრებით. ახალგაზრდულში აღმოჩნდი, ერთადერთი რატომაც ამ სივრცეში ყოფნა ის აღიარება არ მწხვენია, ახალგაზრდულს გულისხმობ, ვისწავლე როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე, რყვნიდა და რყვნის. ყველა პარტიის მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ყველა პარტიას ვინჩივის, განსაკუთრებით ქართული რუსული ოცნების ახალგაზრდული ფთაც კი თუ ახალგაზრდული ორგანიზაცია თუ რაც ქვია, ხო? რყვნის ადამიანებს სულს უსწრებს. თავისუფლებას არ ასწავლის, რა უნდა 18, 19, 20, 21, 22 წლის ახალგაზრდა საერთოდ თუნდაც რომელიმე პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდულში სამსახურეობრივი თუ კარიერული დაწინაურება უნდა უმრავლეს შემთხვევაში და ისეთ კომპრომისებზე, ისეთ კონფორმიზმებზე მიხავს ქართულ ოცნებას ამ შემთხვევაში, როგორც მმართველ პარტიას და ბანდიტთა პარტიას. ეს ახალგაზრდები ისე უბიძგებს, რომ ერთმანეთი ჩაუშვან, ერთმანეთი მიანგრიონ, ერთმანეთს სული ამოვაცალონ. რომ აი ეს ახალგაზრდა კაცი, წავიკითხა ვიც არის ამ სიტყვების ავტორი, ხო, ამას იხსენებს და ვისწავლე როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. 2024 წელი 28 ნოემბერი, ეს არის საშინელი დღე საქართველოს ისტორიაში, მეც ვადასტურებ, პრემიერად გაფორმებული კაცი აკეთებს განცხადებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78 მუხთან უარყოფს წინაპრების მონაპოვარს და ქართველი ხალხის ნებას. ჩემი პროტესტი გამოიხატა კონსტიტუციით გამოიხატებოდა კონსტიტუციით გამოხმარისნებული უფლებები და არ ცდებოდა მათ მიუხედავად იმ ძალადობის, რასაც ადგილი ჰქონდა პოლიციელების მხრიდან და ეს მილიციელები იცით თქვენს და წინოწილოსანმა თუ არ იცის, მე ავუხსნი და არც ავუხსნი მეორე მხრივ რა. არა შეჯდა წყერი ხესა, არა იყო გვარი მისი, ხო?
ვერ გაიგებს და იმიტომ რომ ისიც რუსია და რუსებს აქვთ ამოჩემება რომ რაღაცა ვერ გაიგონ მათ უნდათ ბიზინა ივანიშვილის თავისი ნებითაც უნდათ მარტო ბიზინა ივანიშვილის კი არა რუსეთის მსახურე არიან ადამიანები რომლებსაც უკარგესი ადამიანის უკეთილესი ადამიანის ახობაძე გათავისუფლება საერთო ზეიმად აქციეს ბზიას პატივრობა კი საერთო გულისკენის მიზეზი გახდა ახლა თქვენ განსაჯეთ რომელი მხარეა ნათელი ისეთივე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში როგორც აქციების პირველ დღეებში ის უმეტეს შკოდებით მithვალთვალებდნენ ამას ამბობს ხა მე უკვე ეს ვრცელი წერილია და კიდევ უფრო ვრცელი ეს არის ლუკა ჯაბუას ბოლო სიტყვა პატიმარისა რომელსაც ახლა გაჩვენებთ ჩანს თუ არ ვიცი აი ეს ახალგაზრდა სიმპათიური კაცი რომელიც ამთავრებს ასე გისურვებთ გქონდეთ გამბედაობა იმისა რომ მე არ მეშინია დიდი ხნის ციხეში ყოფნა მე შენია იმის რომ ამ დიდი ხნის შემდეგ ქვეყანა არ აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციაში საიდანაც ამოსვლის ლას უფრო დიდი ხანი მოუნდება არსებობს ლუკა ჩემო უმცროსო მეგობარო რომ არსებობს ამის ალბათობა შესაძლებლობა ამათ ხელში და ამათ პირობებში თუმცა თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა ხო თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა თქვენ მალევე გამოხვალთ ამასობაში მე ამ სკროლვისას ქართული ოცნების იცანით ქართული ოცნების ომბუდსმენი აგვარია ამახსენეთ აგვარია ლევან დაანდავიბენი ლევან აი გვარი რო არ გიხსომება მე ნანა დევდარიანის გვარის მახსოვს ხო ნანა დევდარიანის კი მახსოვს და აი ლევან დავსერჩავ თქვენის ნებართვით ოღონდ მართლა არ მახსოვს და ერთი წამით არ გეგონოთ რომ ჩემი მეხსიერების პრობლემაა ეს მადლობის სიტყვები მინდა გამოვთქვა გულით და სულით მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც ამდენი ხანი იყო და იქნება ჩვენს გვერდით არც ისე იოლ პერიოდში დიდი მადლობა მინდა გადავუხადოთ თქვენ კოლოსალური მხარდაჭერისთვის თქვენ საუკეთესოები ხართ რაც შეეხება ბრალდებას ეს არის სრული აბსურდი დარწმუნებული ვარ ყოველი საგადმოაზროვნე ადამიანი დამეთანხმება იმაში რომ პროკურატურამ შეძლებათ ესმის მაგრამ არ უნდათ რომ ამ ფაქტს დაასთანხმდნენ იყო რაც არის შეიძლება ძალიან ბევრი რამე ვისაუბროთ შენი ბრალდების გარშემო და ასე შემდეგ გაუმარჯოს საქართველოს თავისუფლება პატიმრებს დიდება უკრაინას ძალიან მნიშვნელოვანია რუსლან სივაკოვის ეს სიტყვა და აქ უკრაინის ხსენება ჩვენ ერთი ომის ორი ფრონტი გვაქვს მე მესმის რომ აქ კონვენციური ომი არ მიმდინარეობს რუსეთი შემოჭრილია მაგრამ ახლა არის ვის რაკეტებს არ გვესვრის და არც ისე უნდა მოვახერხოთ რომ ისე უნდა დაუსხლტეთ რუსეთს რომ ეს რაკეტები არც დაგვიშინოს მაგრამ მეორე მხრივ უკრაინელებმაც უნდა იცოდნენ დარწმუნებული ვარ რომ ეს არის ერთი ომის ორი ფრონტი ჩვენ ვიყავით პირველები ვინც შევეწინააღმდეგეთ ცხების გახსენებაც შეიძლება და აი ხა უკვე 18 წუთია გასული ამასობაში და მე აქვე ვახსენებ მაგალითად ესე იგი ამ კაცს ქვია ირაკლი ქერაშვილი ხო ხეთ რასაბობს მინდა მივმართო რეჟიმს იმის მიუხედავად რომ ვცდილობ ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ ვცდილობდით თქვენ და სამწუხაროდ ვერ გაითვალისწინეთ რომ მაღალი IQ პირის ვარ ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან განმარტავ უკაცრავად ესე იგი მე შემეშალა თქვენ და სამწუხაროდ ვერ გაითვალისწინოთ რომ მაღალი AQ მქონე პირი ვარ ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან განმარტავ AQ ნიშნავს ადაპტირების ინტელექტს ადაპტიურობის ინტელექტს ხო აი მე ვასწავლა ახლა ბატონმა ირაკლიმ პროკურორებს რომ მიმართა მან სხვებმაც რასაკვირველია წარმოთქვეს სიტყვა აი ნახეთ ესეთი სიტყვა ამ სიტყვის ავტორი არის ონის ეცხადაძე ამონარიდი ბოდიში ანდრომდე მივალ ჩემი მისამართით რაც დააშავეთ მიპატიებია მაგრამ ქვეყანას რაც უშავებთ ნუ რას უკაცრავად არავისზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე მინდა ონის ეცხადაძის მას მამა გარდაეცვალა ონის ეცხადაძის მშობლები დედაც და მამაც და უახლოესი ადამიანები ძმა ოჯახის წევრები და ასე შემდეგ ბედნიერები არიან აი ამ სიტყვები რომ მოძდის გონებაში რომ უმწიფდება და მე ამოთქვამს ამ სიტყვას
ახალგაზრდა კაცი, რომელიც შეიძლება არც გცნობოდა ჩვენ ეს ამბავი რომ არ შემთხვეოდა, არავისზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე, მინდა ყველა მალე და ერთად გავიდეთ, თქვენ ერთად გამოხვალთ. ერთად გამოხვალთ თქვენ, მე ვინა ვარ, მაგრამ მეც არიერგარდში მყოფი პირთა შორის, ვინც ამ პირობას იძლევა, მეც მიმათვალეთ იმ ადამიანთა სიაში თუ იმ ადამიანთა შორის, ვინც იბრძოლებს ბოლომდე თქვენი ერთად გამოსვლისათვის. ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ხვდები თუ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში, მაშინ რა გვინდა ციხეში. ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჯდება, მაგრამ ნუ, კაი. მინდა მიუმართო პროკურორებს ასევე თქვენ მოსამართლეს. ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ლაპარაკობს, ხვის სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქვს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდი, რასაც არ ხმარობს სიტყვას ჩვენ, რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით ბიჭებს სხვა აზრიც ეკნებათ. თუმცა ამ პატიებას მოსდებს თხოვნა, თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ. გვესმის, არ აიღეს ანდრო ჯიჯილაძე, აღებინა ბიზნა ივანიშვილმა. ამ ბანდიტებმა გასვარეს ეს კონკრეტული გალუსტაშვილი, რომელიც უთუოდ როცა წავა სოფლად მაგალითად ანდრო ხო ჩავა ზაფხულობით ჩაიყვანს შვილს, არ ვიცი ხავს თუ არა, მეუღლეს არ ვიცი ხავს თუ არა, ოჯახის წევრებს ვიღაცასთან ხომ აქვს კონტაქტი, კომუნიკაცია ხო? იმ სოფელში გალუსტაშვილებში უთუოდ გახედავენ მას ეჭვის თვალით. უთუოდ ეტყვიან ნინო ქვია ხო? თუ არ ვწდებით ამ მნიშვნელობა აქვს ნინო. ხო, ნინო, რამ გაგაკეთები და არც ერთი კამერა არ იქნება იქ და არც ერთი მამუკა მდინარაძის არც ერთი თანამშრომელი, თუმცა შეიძლება იყოს კიდეც ყველა სოფელში შეიძლება შეასახლონ, ხო? 1, 2 თუ 17 აიყვანონ უფრო ზუსტი რომ იყო და ავერბო მქონდა ათანამშრომლონ თანამედროვე მამუკა მდინარაძის რუსულ სუსთან ბიზნა ივანიშვილის ბანდიტებმა სოფლის რიგითი მაცხოვრებლები და გადაუხადოთ 700 თუ 800 ლარი, ოღონდ იმისთვის რომ ნასეტკებად იქცნენ, მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ ასე, რომ ნინო გალუსტაშვილი მიდის საკუთარი მამა პაპების ოჯახში, სახლში, სადმე გალუსტაშვილებში, არ ვიცი საიდან არიან და იქ უთუოდ მეზობელი რომელმაც ჩააცხო რაღაცა, გამოაქვს ხაჭაპური იქნება თუ ჭადი და აუცილებლად ეტყვის ნინო ეს რაკენი, როგორ გაუშვი იონისე ცხადაძე, როგორ გაუშვი ანდრო ჭიჭინაძე და რა უნდა თქვას ნინო გალუსტაშვილმა გადმოიღო სისხლის სამართლის ამადა ამ მუხლის თანახმად ანდრო ჭიჭინაძეს ის არ უმტკიცდებოდა, მაგრამ ეს უმტკიცდებოდა ხო ყველამ სოფლადაც კი შესანიშნავად იცის, რომ ეს ყველაფერი იყო რუსეთის შემდეგ ბიზინას შემდეგ კობახიძის, კობახიძის შემდეგ მურუსიძის დავალება და აი ამ მეჭეჭმა დიახ, მეჭეჭმა გალუსტაშვილებო სხვებს მოგმართავთ, მეჭეჭმა თქვენი გვარისა, მათ შორის, აი ესეთი დანაშაული ჩაიდინა, არა გვარის წინაშე, არა საკვირველი, არა უფლება მაქვს გვარზე აუგი ვთქვა, მაგრამ აი იმ საზოგადოების წინაშე, რომელსაც ის მიკროდ წარმოადგენს, რომელსაც ის წარმოადგენდა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახოს ცხოვრებაში და ეს უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოვასწორებს. დიახ, ნინო, ნახეთ სულგრძელობის მასშტაბი ანდრო ჭიჭინაძისა, თქვენ გაქვთ შანსი, ხვალვე გამობრძანდეთ და გამოეთრეთ, არ ვამბობ ახლა შეგდებოდათ ამ სიტყვას, გამობრძანდეთ და თქვათ მე გამოვიტანე ეს განაჩენი, მაგრამ ეს განაჩენი გაპროტესტდება და აი მე ახლა ბრუნდები სოფელში და აღარც გამოვადგამ ფეხს სურო შიმშილით ამომხდეს სული, მე ვამბობ რომ რუსიძემ დამავალა ეს, მე ვამბობ რომ კობახიძემ დამავალა ეს, მე ვამბობ რომ დინარაძემ დამავალა ეს და მე ვხვდები რომ ბიზნა ივანიშვილმა დამავალა ეს და მე ვხვდები რომ ბიზნა ივანიშვილის უკან არის სწორედაც რომ რუსული FSB ამას იზამთ. თქვენ აი ერთ წამში შეგეძლებათ ისტორიის ამოტრიალება ამ ადამიანების განთავისუფლების საქმეში ხელშეწყობაც და თქვენივე დანაშაულის, დიახ, დანაშაულის გამოსწორებაც შეგეძლებათ. იგივე შემიძლია თქვა გიორგი ტერიშვილზე, მადლობა მედიას, არასამთავრობოებს, მადლობა რუსთაველის გმირებო, რა საინტერესოა ხო? რუსთაველის გამზირის გმირებო კი არა, რუსთაველის გმირებო, ეს შემთხვევითი წამოწდენაა,
ხო ჩვენ რუსთაველის გმირები მე ალბათ საკუთარ თავს ვერ, მაგრამ ბევრმა ადამიანმა ან ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ დღეს რუსთაველის გმირები ცოცხლდებიან როგორც საპატიმროში, ავთანდილი პირველ ყოვლისა, არ მიწყედენ ტარიელის მოყვარულები ხო ტარიელის ფენომენის მოყვარულები აღნიშნელები რომ ავთანდილისა ფარიდონისა და უკვე შემდგომ ტარიელისა, თუმცა ერთი მეორეზე უკეთესი და მასშტაბური პერსონაა, ხო გმირია რუსთაველის უგდავ პრობლემაში გიორგი ტერიშვილი, მადლობა მედიას, არასამთავრობოების მადლობა რუსთაველის გმირებო, გაცოცხლებულო გმირებო რუსთაველისა, ესე ვიტყვი და არა მხოლოდ რუსთაველისა, ხო რუსთაველისა, არა მხოლოდ დიდი შოთა რუსთაველისა, არამედ სხვა პოეტებიც შეგვიძლია სხვა დიდი პოეტებით შეგვიძლია დავასახელოთ, მადლობა თანამედროვე ფენომენებს, ვაჟა-ფშაველას მირებს, ხო? ზვიადაურს, ქეთელაურს, აღაზას, ჯოყოლას, სხვებს გახლავართ ზვიადაური. აი ესეთ ბევრი თქვენგანს აქვს ამ სიტყვის წარმოთქმის უფლება. სინდისის პატიმრის მშობლებო, მადლობა, ვიბრძოლოთ ბოლომდე, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, გიორგი teriშვილი. სად შემხვდა და მე მგონი ეს არის ვალერი თეთრაშვილი, მისი გვარიც კი არ მქონდა, მგონი ყოველ შემთხვევაში გაგებული 28 წუთია, 26 წუთია გრძელდება ვიდეობლოგი, არა და ყველას ჩაკითხვა მინდოდა თითქოს, ხო, მაგრამ აი ახლა სწორედაც რომ სად გამექცა და აქ გამექცა. ესე იგი, ამ სიტყვების ავტორი არის ბოდიში მინდა მოუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე. მადლობა ბოდიში მინდა მოუხადო ოჯახის წევრებს, რომ ვანერვიულე. უანგარობისთვის და მადლობა პატივისცემ ადვოკატებს უანგარობისთვის და კბილებით რომ გვიცავდით. უანგარობისთვის. ნახეთ როგორი სიტყვაა. ქართული ოცნების წარმომადგენლებო, თქვენ ერთმანეთს რომ ჩაუშვებთ, მაშინაც კი ანგარება ჩაშვებაშიც იქნება ანგარება და ანგარებიანობა და მეორე მხრივ თქვენი გვერდზე მყოფი ადამიანები თქვენ უანგარო და არ დაგიცავენ. ხო? ალბათ ადვოკატი რომ ყოფილიყავით, თქვენნაირი ვიქნებოდი ხალხს მინდა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბრალს, არის სიცრუე და ტყუილი, არ ვეთანხმები, არ ვაღიარებ არანაირი ჯგუფი, არ შევისრულები არავითარ მითითება, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის, ისე გეტყვით რომ ესენი ყველანი აქ გავიცანი, არ მიმიყენები არავისთვის ჯანმრთელობის ზიანი, არ შევხები ვარ სახელმწიფო და კერძო პირის ქონებას, ეს ყველაფერი ამ ვიდეოებში ჩანს. მიმდინარე მოვლენებს ონლაინ ვადენებით თვალყურს გვიან მივედი. აი ეს არის ძალიან საინტერესო პასაჟი და მართლა დავამთავროთ ახლა უკვე ხო იმ დროს ხები ჩაკითხვა შეიძლება და 40 წუთამდე გაგრძელდება. ამ ამბავში გახსენებაში ეს ვიდეობლოგი და აი ამით კი დავამთავროთ ამოვწუროთ დღევანდელი ვიდეობლოგი და ის იმ სათაურს რომელიც დაგვიდი დინარაძეზე შეიძლება ის არც დავარქვა, ხო? არ ვიცი, ნახოთ. მოკლედ, ნახეთ, კარგად მომისმინეთ, ეს არ მიმიყენები არავისთვის ზიანი. გვიან მივედი სახლში, პირველში უმძიმესი კადრები დამხვდა. როგორ ექცეოდნენ ხალხს, გოგოებს, ჟურნალისტებს, როგორ სცემდნენ ჯგუფურად, ხო და ამ ყველაფრის შემხედროების გამიჩნდა უსამართლობის განცდა და გადავწყვიტე გავსულიყავი რუსთაველზე. ასე გავალთ ჩვენ რუსთაველზე სულ მანამ სანამ დინარაძეები და კობახიძეები მართავენ ამ ქვეყანას. კარგად მომისმინეთ. ეუბნება მიმართავს პროკურორებს. როგორც ხალხის აპოლოგეტები ხართ, ნახე ვიდეო და ეს ამბავი, იმ ამბავს იხსენებსაც ძალიან ნიშანდობლივია. ნახე ვიდეო. ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, თქვენც ნანახი გაქვთ. ქართული ოცნების მომხრეებსაც ნანახი გაქვთ. წიხლით, პირდაპირ მნიშვნელობით წიხლით, ქუსლით, რომ ურტყავს, ამოვარტყავს სახეში, ყბა სახეს არეში. პოლიციელად წოდებული, სპეცნაზელად წოდებული მილიციელი და ბანდიტი ფორმიანი ახალგაზრდა კაცს. ამას იხსენებს სწორედ ეს ახალგაზრდა კაცი, პატიმარი. ერთი ხუჭუჭა ბიჭის მომენტი, რომელიც გათიშული წევს ძირს. ამით საამაყო წარმონაქმნის სამართალდამცავი წუხს ურტყავს სახეში, მერე მიდის სპეცნაზელი და კიდევ ურტყავს სახეში. ამას რომ უყურე, შემწყვა ჩემი თავის. მამუკამ დინარაძე უნდა იყო რომ არ შეგწყვეს.
ამას რომ უყურებდი და ჩვეულებრივ აგრძელებდი ცხოვრებაში. აღშფოთებით შემოიფარგლებოდით ჩემ და სამარცხვინოდ. ეს ყველაფერი ხდება ჩვენი ბრწყინვალე პრემიერის ბრწყინვალე ასაკულია ბჭყალებს ჩასასმელია გამო. მან თავზე გადაგვახვია კონსტიტუცია თქვენს ბატონო პროკურორო და მთელ ერს. 28 წლის ვარ ცხოვრებაში არაფერი დამიშავებია, ჩემთვის მუშაობდი, ცხოვრობდი, ბოდიალობდი აქეთ-იქით. არც ნივთების სროლას ერიდებოდნენ პოლიციელები, იგინებოდნენ, ანუ ბანდიტები, ფორმიანი ბანდიტები. და ასე შემდეგ, ვალერი თეთრაშვილსაც ძალიან დიდი მადლობა. ამასობაში შემოხვდება ისევ და ისევ ის ამბავი, რომ მამუკა მდინარაძე დანიშნეს სუსის უფროსად. ხოდა რატომ უნდა დავმარცხდეთ, ესეც კითხვაა. როგორ უნდა დავმარცხდეთ, ესეც კითხვაა. ვისთან უნდა დავმარცხდეთ? ეს კითხვა რასაკვირველია. მაგრამ პასუხგასაცემი ეს უკანასკნელი უფროა ჩემი აზრით. როგორ შეიძლება ან რაგვარად წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენ დავმარცხდეთ ვისთან და ქართულ რუსულ ოცნებასთან? რა უფლება გვაქვს ჩვენ აი ამ პატიმრების თანამოქალაქეებს, თანამემამულეებს და მათ რა უფლება აქვთ, რომ ქვეყანა ჩააბარონ და ახალი პოლიტპატიმრები გაჩნდნენ, სინდისის პატიმრები, რომლებიც კიდევ უფრო მგზდებარე, ან ნაკლებად მგზდებარე სიტყვებს იტყვიან, რომლებსაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ან ჩაწერენ მათ სიტყვებს, ან არა, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ შეიძლება ისე გადამოაკეთოს ისტორია, რომელიც 70 წელი დასჭირდეს ჩვენ შთამომავლობას იმისთვის, რომ დახიოს ისტორიის ქართული ოცნებისეული სახელმძღვანელოები და მერე ახალი სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას, ოღონდ ვის მიერ ამ ადამიანებს, ვინც შეიძლება დაწეროს ახალი სახელმძღვანელო ისტორიისა, ამ ადამიანებსაც გაანადგურებენ. ამიტომ ეს არ არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის, სულ ფეხებზე მკიდია ხაბეიშვილი იქნება პარლამენტის თავმჯდომარე თუ დღეს რაგვარიც არის შალვა პაპუაშვილი რუსი, არა ფეხებზე არ მკიდია ლევანი, ბევრად მირჩევნია, რასაკვირველია, მაგრამ რუს პაპუაშვილს, მაგრამ აქ იმაზე არ კამათობ მე, ლევანი უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე თუ თინა ბოկუჩავა, იქნება არც ერთი ვარგა და არც მეორე. იქნებ მეხუთე ვარგა, აი ლევან სანიკიძე მირჩევნია, არა, ლევან სანიკიძესაც ვერჩი, ვინმე ჯობია სხვა უფრო გამოცდილი გუბაზი, ლევანს, ან ლევანი გუბას, მაგრამ მე ამისთვის არ წერ ვიდეოებს, არ ვამბობ ჩემს კვახე სიტყვას, ძიმე სიტყვას ბანდიტებზე, მეჭეჭებზე, რუსებზე, ქართულგვარიან რუსებზე, არა, მე ვამბობ ამას იმისთვის კი არა, რომ რომელიმე თინა გუბაზი, ლევანი თუ სხვა მამუკა, ბადრი თუ გიორგი თუ რა ვიცი, ნიკა გახდეს პარლამენტის თავმჯდომარე თუ პრემიერ-მინისტრი თუ რაღაც რომელიმე სამინისტროს უწყების ხელმძღვანელი. ფეხებზე მკიდია მეთქი ეს ყველაფერი. მე ვლაპარაკობ იმაზე, რომ და იმიტომ რომ ქართული რუსული ოცნება ჩემი შვილის, მე კიდე საბჭოთა კავშირში ბადებულს 16-17 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებს, ხო? მოსკოვში 1-2-ჯერ, 3-ჯერ ყოფს, ხო? კიდე არაფერი ან ბევრი არაფერი იმეშველება, მაგრამ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულებს იმას რა პასუხი უნდა გასცეს ჩემმა თაობამ. ამ ადამიანებმა საკუთარი სიტყვა უკვე თქვეს. სულ ყველაფერი მოინგრეს ამასობაში, გარშემო ამ ადამიანების სიტყვები Facebook-ში მაინც დარჩება. თქვენ რა თქვით? ქართული ოცნების მომხრეებს კი არ მიმართავთ, ჩვენ რა ვთქვით პირველ პირში, ვიტყვი ასე. თქვის თუ არა გადამწყვეტი სიტყვა. ის რისი თქმაც შეგვიძლია. თუ იმას ელოდებით და ველოდებით, რომ ამუკა მდინარაძის სუსის აგენტები მოვლენ, მოვაკაკუნებენ და ხელებს გადაგიგრეხენ. მათაც კი გადაუგრეხენ, ვინც ყველაზე ჩუმად არის ახლა. და ვინც ასე მაგალითად ამბობს, თავარია სტადიონი აშენდეს, გაშუაში ახლა ამ თემასთან, მაგრამ მაინც სტადიონი აშენდეს და სად იქნება ეს სტადიონი, ვაზიანში თუ მცხეთაში? მცხეთაში თუ ზესტაფონში თუ დედაქალაქთან უფრო ახლოს, ფონი ჭალაში, ამას არავითარ მნიშვნელობა. ვაზიანში ხომ სამხედრო ბაზაა, ჩემო კარგო.
ამას რო ეუბნები, არა, ფეხებზე მკიდია, ბაზა არის თუ არა, თავარია სტადიონი აშენდეს, რომელიც დატვირთული იქნება წლის განმავლობაში და ლამის 1 მილიარდი ლარი უნდა გადაიხადოს ცენტრალურმა ბიუჯეტმა. თუმცა 1 მილიარდი ლარით ანაკლის 2 ფაზა, 1 ფაზა მაინც დასრულდებოდა. როცა ჯავრდები ხოლმე ბილწის სიტყვები მადგება. 35 წუთი კი გავიდა ამასობაში. რას დავარქმე, არ ვიცი, მამუკა მდინარაძეზე ალბათ მაინც არ დავარქმე, თუმცა ვნახოთ. ნახვამდის.